ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ერთ დღეს არ ვიცი, შეიძლება მაგალითად გადავწყვიტო, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება და სახში ჩავჯდე. და ხმა აღარ ამოვიღო არაფერზე. ყველაზე მეტად ამის მეშინია. ჩვენ წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში ვიხილეთ რა? პოლიცია რომელიც ყავს და შევქმნით, იმიტომ რომ ჩვენი შიდა უსაფრთხოება უზრუნველყოფს, პირიქით არ ღვევდა ამ ჩვენს უსაფრთხოებას, ანუ გცემდა, გვარბევდა, აყაჩაღებდა პირდაპირ დაკავებულ პროტესტანტებს და გაჩნდა დაუცველობის განცდა. პირადად მე მაგალითად ეს ძალადობა არ შემხებია, პირადად მე არ ჩემი ოჯახის წევრს, თუმცა დავინახე რომ არის საფრთხე იმისა, რომ ხვალ შეიძლება მეც უკანონოდ დამაკავო. მაშინ როცა ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პირიქით ჩვენ გვექნება სამართალდამცავების იმედი, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულებისაგან დაგვიცავენ. სწორედ ამან გამომიყვანა მე და ამიტომ დგევარ 40 დღე არის გორის საკრებულოსზე. ხო, ფაქტი არის უკვე რომ მივდივართ იქითკენ, ხო, უსამართლო არჩევნებმა წაგვიყვანა და მივყავართ უსამართლო სახელმწიფოსაკენ, რომელშიც არ მინდა, არც მე არ მინდა ცხოვრება, არ მინდა რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს ასეთ სახელმწიფოში და მე როდესაც გამოვდივარ ახლა 1 საათი თუ 2 საათი როდესაც ვიკრიბებით, რამდენი 10 ადამიანი ვიქნებით თუ 15 ადამიანი, სახში რომ მივდივარ, მგონია რომ რაღაცა კარგი საქმე გავაკეთე და სახში რომ ვიჯდე დანაშაულის გზნობა მექნებოდა აუცილებლად. მარტოც რომ მომიწიოს, მარტოც ვიდგებით, რომ ჩემი პროტესტი და ჩემი სათქმელი ესაა, რომ მე ესეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა და ვინც ქილიკობს და მეტიც, ვინც მხარს უჭერს ქართულ ოცნებას აი ამ უკანონო და არაადამიანურ ქმედებებში, მე ვთქვი, რომ პირველ რიგში მათ მიაკითხავთ ეს უსამართლობა და მათ ოჯახებთან მიაკაკუნებს. ხო და მათ მე აღარ ვიქნებით, აქ ის ერთი ადამიანიც აღარ იდგება საკრებულოს წინ, რომლებიც ხმას აიმაღლებს მათ მიმართ ჩადენილ უკანონობაზე. და მე არ მინდა რომ დიდხანს ვიდგი აქ, ანუ მინდა რომ დროულად შეიცვალოს ქვეყანაში სიტუაცია ისე, რომ ყველამ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. აქ ერთად შეკრებილ ადამიანებს ვეთყოდი, რომ მალე დაგვემთავრებინოს ეს საპროტესტო აქციები და მალე გაგვეგრძელებინოს ჩვენი საქმიანობა.